უკვე ხვალ გამოქვეყნდება ჩემი ერთი ვიდეო ბლოგი ერთ თანამდებობის პირზე, რომელიც თანამდებობის პირი არის ახლაც და თანამდებობის პირი იყო არ შემეშლება ახლა და ამ 12 წლის 2014-ში 2015-ში ნამდვილად იყო 14-ში უფრო თანამდებობის პირი. დავასახელო თუ არ დავასახელო, ვეკითხები ახლა საკუთარ თავს და ბარემ დაგასპოილერებთ და გეტყვით, რომ ეს თანამდებობის პირი არის საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე, ანუ გივი მიქანაძე როა ბანდიტი, ირაკლი კობახიძის ქვემდებარე, აი განათლების მკვლელობის ავტორი, იმის მოადგილე, განათლების მკვლელობის თანაავტორი ლევან ღირსიაშვილი. რატომ გადავწყვიტე ლევან ღირსიაშვილზე ჩაწერა ვიდეო ბლოგისა, რომელიც ხვალ გამოქვეყნდება? იმიტომ სწორედ, რომ ლევან ღირსიაშვილი არის ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით თანაავტორი განათლების დეფორმად წოდებული მკვლელობისა. მე მძაფრად ვაფასებ და არ მიწყენთ ალბათ სხვებისაგან განსხვავებით მძაფრად ვაფასებ მკვლელობას, არ ანიშვიათად უწოდებენ იმას, რასაც სჩადის საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება განათლების მიმართულებით, განათლების სფეროში. რატომ ვაქვეყნებ? აი ამიტომ ვაქვეყნებ. მაგრამ ერთია ლევან ღირსიაშვილზე, რომელსაც მე ვიცნობდი, ჟურნალისტი იყო, ერთი ხანობა ჩემთან მუშაობდა, 2 კვირა, 3 კვირა დაახლოებით არც კი. და იმ ეპიზოდსაც ვიხსენებ იმ ხვალინდელ ვიდეო ბლოგში და მე დაბეჯითებით გირჩევთ. ერთია მასზე საუბარი და მეორეა საუბარი ჩემს ახლანდელ კოლეგებზე. ახლანდელ ვითომ კოლეგებზე, მოდი ასე ვიტყვი, თქვენის ნებართვით პირებზე, რომლებიც სახელისუფლო ნავში არიან და ხელისუფლებას ემსახურებიან. ყველა სახელისუფლო არხს გულისხმობ, რომლებსაც არა აქვთ დამოუკიდებელი პიროვნული გადაწყვეტილების მიღების უფლება, შესაძლებლობა, სურვილი, უნარი, სურვილი და ყველაფერს აკეთებენ, რომ ეს ხელისუფლებად წოდებული ბანდა, თუნდაც ხელისუფლება დავარქვათ, ქართული ოცნება, მოკლედ, ქართული ოცნება იყოს ერთის მხრივ გამართლებული და საზოგადოება თლიანად იყოს twin დარეცხილი, twin ამორეცხილი. იმედსა და პოზიტივზე ლაპარაკობს ყველა. აი საზოგადოებრივ მაუწყებელზე ლაპარაკობენ იშვიათად და კიდევ უფრო იშვიათად ლაპარაკობენ ვითომ პლურალისტულ რუსთავიორზე, რომელიც ჩემი მოსაზრებით გაცილებით მზაკვრულია და გაცილებით მზაკვარია, ვიდრე აი ესე პირდაპირი პროპაგანდის ავტორი ტელეკომპანიად წოდებული კანტორა იმედი და მისი საინფორმაციო პოლიტიკის ყველა განმსაზღვრელი ვიც არის ალექსონ ღულაშვილი თუ არ ვწდები, შეიძლება ვწდები, ჩიხრაძე მგონი, ანიკაშვილი, ფუტკარაძე, სხვები და ნუ რამდენიც არიან იმ ბანდიტურ არხზე. რუსთავი 2 ცოტა უფრო ესეთია, ცოტა უფრო ჭკვიანურია, მოდი ვიტყვი ასე. მაგრამ საჭირო მომენტში, სწორედაც რომ რუსთავი 2, რომელსაც დაბალი რეიტინგი აქვს, ბევრად, აქვე ვიტყვი, ვიდრე იმედს, სწორედაც რომ რუსთავი 2 აწვეთებს საზოგადოებას იმას, რასაც ხშირად იმედი როცა აწვეთებს იმედიც, იმედი ილუსტრირებულია ქემაინც. ვიცით, რომ ის ხელისუფლების ნავშია, ხელისუფლების საცეცია. და რუსთავი 2 პერიოდულად მაგალითად მოიწვევს, ებადიშება ხოლმე ოპოზიციის წარმომადგენლებს და ქალბატონი შუბლაძე ესეთი ყელმოღერებით ესაუბრება ხელისუფლებად წოდებული ბანდის წარმომადგენლებს, ელაპარაკება ქვემოდან ზემოთ, ხოლო ოპოზიციას ელაპარაკება ესაუბრება ზემოდან ქვემოთ, ცოტა ირონიულად, ცოტა ცინიკურად, ცოტა ჩაეკითხება ხოლმე ოღონდ იმათ ხელისუფლებას, ქართულ ოცნებას ვერაფერს უბედავს მის ნებისმიერ წარმომადგენელს. აი მაჭავარიანი იქნება თუ კირცხალია იქნება თუ თლად პაპუაშვილი, აი როგორც ქვემდებარე, ზემდებარეს ისე ესაუბრება, მოვიგორეთ ეს სიტყვა. სკროლვისას მე წავაწყდი ერთ გამოკითხვას. 2 წუთი და 16 წამი გრძელდება სწორედ რუსთავი 2-ის ჩატარებულს. ახლახან. სწორედ ეუთოს მოსკოვის მექანიზმების ფარგლებში დაწერილი ანგარიშის კვალ და კვალ ჩატარებულ გამოკითხვას მე ვიდრე ამ გამოკითხვის ნაწილს ფრაგმენტს მაინც გაჩვენებდით, მაინც გეტყვით. ამ ეუთოს, ამ მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში დაწერილი ამ ანგარიშში
დაწერილია, ჩაწერილია ანგარიში 94 ერთი ინფორმაციით და 124 გაჩნია როგორი შრიფტით წაიგული შრიფტით ამობეჭდა ხო რამდენად ცხვილია შრიფტი 124 გვერდიანი 400 გვერდიანი დოკუმენტია მარტივად რო ვილაპარაკოთ პლუს მინუს იქ არის ყველაფერი გაწერილი აი აბსოლუტურად ყველაფერი რას ჩადიოდა ეს ხელისუფლება 24 წელს როგორ გაყალბდა არჩევნები როგორი სისტემური დანაშაულები ჩაიდინა მართლმსაჯულება რამდენად მძიმეა ადამიანებს როგორ აწაბებდნენ როგორ არ გამოიძიეს ქიმიური იარაღი როგორ გამოიყენეს არჩევნებთან მიმართებაში რა არ წერია პერსონებთან მიმართებაშიც ყველაფერზეა გამახვილებული ყურადღება მათ შორის არის გათანაბრებული საუბარი გენდერულ თანასწორობაზე და აგრეთვე სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვაზე რაც გარდაულად აუცილებელია თუ ჩვენ გვინდა რომ შევდგეთ როგორც სახელმწიფო როგორც საზოგადოება მოგწონს ეს არ მოგწონს ჰომოსექსუალებს ვუწოდებთ, არა ჰომოსექსუალებს ვუწოდებთ. ბოდიში არ ვიცი რამდენად სწორია ამ სიტყვის მოშველიება ახლა პედერასტიას არ ვუწოდებთ მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ უნდა დავიცვათ ადამიანები, მოქალაქეები და შემიძლია ისტორიიდან, მათ შორის საქართველოს ისტორიიდანაც გააგახსენოთ უამრავი ადამიანი, უამრავი ცნობილი ადამიანი მათ შორის უმნიშვნელოვანეს სასაფლაოებზე და საფლავებულები, რომლებიც აჭირს ტელევიზორს. ხო, რომლებიც იყვნენ სწორედ ასე სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები, ძალიან ცნობილები. და არ გამახსნევინოთ ფრჩხილები, მათ შორის უცნობილესები, როგორ იყვნენ დაკავებული, ასე მაგალითად 30-იან წლებში არც თვე პაპუაშვილს რომ ეკითხო და ასეც არის, ნაწილობრივზე მეტად 30-იან წლებში არ გამახსნევინოთ ფრჩხილები იმ პირებზე, რომლებიც ორგიებში მონაწილეობდნენ. მაგრამ არ ვხსნი ფრჩხილებს, არ არის ეს ჩემი საქმე, ჩვენი საქმე ყოველ შემთხვევაში მოცემულ ეტაპზე. ხო, ამიტომ არ ვლაპარაკობ ამაზე. ამ დასკვნაში, ამ ანგარიშში აღნიშნულია მთავარი, რომ გენდერული თანასწორობა უნდა იყოს დაცული, რომ ადამიანებს აქვთ მათ შორის გენდერის შეცვლის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ და ასე შემდეგ. გაიხდა, ასე შემდეგ და უფლებები უნდა იყოს დაცული სექსუალური უმცირესობებისა. დაიხმია ეს შალვა პაპუაშვილმა, და იმან რა ქვია მეორეს. კობახიძე თითქოს ვინმე მას აიძულებდეს კასტრაციას პირდაპირ მნიშვნელობით გაიგეთ თუ გდებავთ ირიბი მნიშვნელობით. თითქოს მას ვინმე აიძულებდეს და ავალდებულებდეს და უბიძგებდეს, რომ წადი ახლა წაეთრია იმაში, რა ქვია, იუსტიციის სახლში და ქალად ჩაეწერეო. და თუ ვინმეს უნდა, ვინმე სხვას უნდა ჩაწერა ქალად, რა პრობლემაა, რა არის? რა პრობლემა იყო? მაგალითად, კესარია აბრამიძე, რამდენიც ვიცი, ესე ტრაგიკულად დაღუპული, ხო, მოკლული იმ სისტემის გამო, რომელიც შეიქმნა ჩვენ საზოგადოებაში, იმის გამო, რაც ხდება ჩვენ საზოგადოებაში, კესარია აბრამიძე ქალად რომ დაარეგისტრირდა თუ ჩაეწერა, აი რა პრობლემაა საბოლოო ჯამში? პრობლემა ის არის, რაც მოუვიდა კესარია აბრამიძეს. და ეს არის იმ საზოგადოების, და უხეში ნათქვამია საზოგადოების ბრალი მეთქი, ცხადი ინდივიდის ბრალია, ვინც კვლელია, მაგრამ იმ გარემოს ბრალით, რომელშიც კესარია აბრამიძე და ასეთი უამრავი სქესშეცვლილი ადამიანი, გენდერ შეცვლილი ადამიანი იმყოფებოდა და იმყოფება. კობახიძე კი ამბობს, რომ ჩვენო ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავაკანონებთ იმას, რომ ვინმე მიდიოდეს იუსტიციის სახლში და ეწერებოდეს კაცი ქალად და ქალი კაცადო. იმას ხო აკანონებს, რასაც აკანონებს. იმისთვის ხომ ნოყიერნიადაკს ქმნის, რაც ხდება ჩვენ სინამდვილეში და უამრავი მიმართულებით, მათ შორის მართლა სისხლის სამართლის დანაშაული რაც არის, იმასთან იმართებითაც. ვინ ეკითხება კობახიძეს საბოლოო ჯამში, რომელიმე ერთი ბესო გახდება თუ არა კესო პირობითად. მას ხო არ სთხოვენ სექსუალური ურთიერთობის დამყარებას, არ ვიცი, ვინმე მის კოლეგასთან არ დავასახელებ. ხო, თუ არ უნდა არ დაამყაროს, თუ უნდა დაამყაროს. რა გავაკეთოთ ახლა? კარგი, რუსთავი 2-ს დაუბრუნდეთ. რუსთავი 2 არის პროპაგანდისტური არხი, ოღონდ კარგად უკეთ შეფუთული. ჩაატარა Vox Populi, ანუ ხალხი გამოკითხა. და როგორ არ მოხდა ისე, რომ ხალხი, რომელიც გამოკითხა, აი რესპონდენტები, რომლებიც ქუჩაში გადაეყარდნენ ჟურნალისტად წოდებულს, რომელსაც ჩართული კამერა აქვს, როგორ არ მოხდა ისე, რომ ერთმა დაახურა თავზე რუსთავი 2-ს, ან რას მეკითხები საბოლოო ჯამში. ეუთოს მექანიზმების მოსკოვის მექანიზმების ფარგლებში დაწერილი ანგარიშის გაზიარება აუცილებელია ჩვენი საზოგადოებისათვის.
ეს არ არის მნიშვნელოვანი, იქ არის წამებაზე ლაპარაკი, იქ არის ქიმიური არაღის გამოყენებაზე ლაპარაკი და შენ რატომ მეკითხები მაინც და მაინც იმაზე, რაც თითქოს და ამ შალვა პაპუაშვილსა და ირაკლი კობახიძის დაკომპლექსებულებს აწყობთ. არ შეხვდათ ასეთი რესპონდენტი ქუჩაში, სადაც იყვნენ დედაქალაქში, არა დედაქალაქში და ასე შემდეგ. შემიძლია იდენტიფიცირება მოვახდინო ამ ერთი კადრით, ან ვერ მოვახდენ, არ ვიცი. ერთი კადრი მაქვს ახლა. აქ ერთი სტოპ კადრი, გაჩვენებთ ამ მთლიან ვიდეოს, გაჩვენებთ ალბათ 2 წუთი და ტექსტი წამიგზელდება, მაგრამ აი. ხო, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში ნამდვილობა აქვს. ერთი ადამიანი თუ შეხვდათ, მაშინ რატო არ ჩასვეს? და ამიტომ ვამბობ, რომ პიროვნები, პიროვნებები თავად ჩორკნიან საკუთარ ანწყოსაც და მომავალსაც, ვერც ერთი მათგანი. როცა ქვეყანა შეიცვლება, ჟურნალისტიკაში ვერ დარჩება, ან მოდი ასე ვიტყვი, არ უნდა დარჩეს ფხაკაძეები, არა ფხაკაძეები, შუბლაძეები, არა შუბლაძეები, ლაზაშვილები, არა ლაზაშვილები და კიდე უამრავი, რა ვიცი, რომელთა ნაწილსაც მე ვიცნობდი, იმიტომ კი არა, რომ ლათია ლაზაშვილმა დაავალა ეს შესაძლოა არა, მაგრამ ლათია ლაზაშვილი თანა ავტორი, თანა პასუხისმგებელია იმაზე, რაც ხდება ზოგადად რუსთავიორში, ისევე როგორც პოსტივის, არ ვიცი ხე რამდენად სწორია ვილაპარაკოთ ოპერატორზე, მაგრამ რა ვიცი, ვიღაც ჟურნალისტი პასუხისმგებელია იმაზე, რაც ხდება მათ მთავარ საინფორმაციო თუ არა საინფორმაციო არც აქვს გონი რაღაც ტოკ-შოუებად წოდებულ პროპაგანდისტურ გადაცემებში. და მე თუ ჯანი მექნება და თუ ამავე ჭკუაზე ვიქნები, მე მოვითხოვ არასწორი სიტყვა, მაგრამ მე შევეწინააღმდეგები ყველა ჩემი იმ კოლეგის სამომავლო და შესაძლო გადაწყვეტილებას იმის თაობაზე უკაცრავად იმისთვის, რომ შეიზილონ სამომავლოდ ადამიანები, რომლებიც ამგვარ რამეს კადრულობენ, ანუ უშვებენ ჟურნალისტებს და სთხოვენ, რომ გამოიჭირონ ისეთი ადამიანები, რომლებიც სწორედაც რომ ამ პასუხებს გასცემენ, ამგვარ პასუხებს გასცემენ და მე თუ რომელიმე სხვა რესპონდენტი აღმოაჩინეს, რომელიც განსხვავებულ პასუხებს სცემს მათ, მე ის აიღონ და გადააგდონ ნაგვის ხუთში და ეს კი მომონტაჟონ, ყველაფერ ერთმანეთს მიაწებონ ერთი რესპონდენტი და მეორე რესპონდენტი და სწორედ ასეთი პროპაგანდისტური ვიდეო შემოგთავაზონ. კვლავ ვიმეორებ, ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში, გამოქვეყნებულ ანგარიშში, გავანებოთ თავი ერთ წუთს ამ რაღაცა გენდერულ არასწორობას, სექსუალური უმცირესობების დაცვის აუცილებლობას და ასე შემდეგ, იქ არის ისეთი მუხლები, რაზეც ყურადღების არ გამახვილება დანაშაულია ნებისმიერი მოქალაქისათვის, მით უფრო იმ ადამიანებისათვის, იმ მოქალაქეებისათვის, რომლებიც ჟურნალისტიკაში არიან. გადატანა ყურადღებისა რაღაცა მეხუთე ხარისხოვან ან სხვისთვის პირველ ხარისხოვან რა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ მარტო ამ საკითხზე და იმაზე არ ლაპარაკი, მე იმ საკითხებზე არ ლაპარაკი, არის დანაშაული საკუთარი თავის წინაშე, სამომავლოდ თქვენ ამის გამოც დასანქცირდებით და თუ არ დასანქცირდებით, აუცილებლად თითოეული თქვენგანი გაირიხება ჟურნალისტიკიდან. მე გარანტორი ამისი არა ვარ, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ, რომ არ შეიზილონ ჩემმა კოლეგებმა ახლა არსებულება თუ ისინი შეერჩნენ ჟურნალისტიკას, მომავალში ამგვარი ფსევდო ჟურნალისტები, ანუ პროპაგანდისტები. ახლა მოусმინოთ ვიდეოს. ერთმა გააჩინა ადამიანი, ხალი ხალად და კაცი კაცად. ვინ თქვა რომ ასე არ არის? ახლა მაგრამ მე გალტუ შუბლაძეს უნდა ვუთხრა, მაინც და მაინც რაღაცა ბიბლიის მკვლევართა აზრი იმის თაობაზე, რომ ერთი აზრი, მოდი ასე ვიტყვი, ერთი ვერსია, რომ ადამში მაგალითად ორი საწყისი იყო. ველაპარაკო ქალბატონ შუბლაძეს, შუბლაძესაც არ ლაპარაკობ, შუბლაძის უფროსიც aqავს და უმცროსიც aqავს, ვინც კონკრეტულად დაავალა. ან შუბლაძე ეფს, ესე ვიტყვი. ორი საწყისი იყო ადამში. რა ქვია? ერქვა ლილიტი. იცის ვინ არის ქალბატონმა შუბლაძემ? ამ ვერსიის თანახმად, თუ არ ვწდები ლილიტი ერქვა, კი არა, ნამდვილად არ ვწდები. ლილიტი, იცის ვინ არის? იცის ორი საწყისის თაობაზე? იცის რომ ნეკნი ზოგიერთ ენაში და მათ შორის ქართულშია ნეკნი, თუმცა ფერდია ბევრგან ფერდად მოიხსენიება, ანუ ნეკნისაგან იშვა ევაო, ფერდისაგან იშვა ევა. ამ ვერსიის თანახმად ბიბლიის მკვლევართა ამაზე ველაპარაკო. დასაკვირველია ქალბატონო, ღმერთმა გააჩინა ქალი ქალად და კაცი კაცად. მეორე ეს შეცვლა ნამდვილად ვინ რომ დედა ერქოს მამას მამა და შვილიშვილი. აბა სხვანაირად როგორ იქნება? ანუ ბოდიში ამ კაცს ამ სახეებს არც გიგიჩენთ, ხო არც მაჩვენებ.
შვილს შვილი არ ქვია თუ ის სქესს შეიცვლის? თუ ის სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელია, შვილს შვილი არ ქვია? ამ კაცს არ ვაჩვენებ, მაგრამ რის პროპაგანდას ეწევა რუსთავი 2 და ეს ადამიანები, რუსთავი 2 ზოგადი სახელწოდებაა, ეს ადამიანები რის პროპაგანდას ეწევიან, აი ამ ულვაშებიანი კაცის ამ კომენტარის ჩვენებით. შევიძულოთ ადამიანები, რომლებმაც სქესი შეიცვალეს, გავწიროთ, ამის გამო, ამ გვარობების გამო ხდება ის ძალადობები, რომლებზეც ზოგიერთი მათგანი სხვათა შორის მე ცრებლებსაც აღვარღვარებს და შეიძლება გასვენებაშიც მიდის. კონკრეტულად კესარია აბრამიძის გასვენებაში მივიდნენ თუ არა, მე ამაზე არ ვლაპარაკ, არ ვიცი. მაგრამ ის ძალადობები, რომლებიც ყოველდღიურად შეიძლება კი არ სრულდება მკვლელობით მაინც და მაინც, ასე ფატალურად, მაგრამ ყოველდღიურად თუ ყოველკვირეულად ხდება ამ გვარი მოქალაქეების წინააღმდეგ. ძალადობაა მან დანაშაული და არა სქესის შეცვლა ვინმეს მიერ, თუ უნდა ვინმეს კაცს გადაკეთება ქალად გადაკეთდეს. რა კობახიძის, რა ამ კაცის და რა შუბლაძის პირობითი გვარით საქმეა ეს. შემოვიდეს და ხო, ბოდის ვიხდი, აღარ ჩაუღრმავდები კი არა, აღარ გაჩვენებთ. აღარ წავიკითხავ ერთი ჩემი და ბევრი საერთო მეგობრის სტატუსს, რომელიც ამ გვარ თემას ეხება. ამ გამოძახილზე, ამის კვალდაკვალ ამ ეგრეთ წოდებულ ნაბახუსებზე. ის ჩემი ნაცნობი მეგობარი Facebook-ზე წერს, რომ არ დამასახელებინოთო პირებიო, ქართული ოცნებისო, რომლებიც ამგვარ სქესს შეცვლილ, მოდი ასე ვიტყვი, თუ მარტივული სიტყვაა, ხო, ან ტრანსგენდერ თუ გნებავთ მეორე სიტყვაც შემოვიტანოთ და მეორე გვარი ადამიანების განსაზღვროთ, ამ ადამიანებთან დადიან ჩემი ინფორმაციით, მე არ ვფლობ ინფორმაციას, არ დაგიბალავთ და ხო, ბოდის ვიხდი, აქვე გადახედეთ ნებისმიერ სამთავრობო ტელევიზიაში ეგრეთ წოდებული, ოღონდ მე პრობლემა არ მაქვს ხაზგასმით ვამბობ, სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებს. გადახედეთ რამდენი გყავთ, მაშინ აიღეთ და ჩაკალეთ ისინი, არა, რასაკურე არ უნდა გააკეთოთ, მაგრამ რატო არ ებრძვით ამ ადამიანებს? მოსულია თქვენი ჰომოსექსუალია და ვიღაცას რო უნდა რაღაცა თავისისთვის თავის ცხოვრება აქვს, რა ვიცი მე, ხო? ის არ არის, რა ქვია იმას. ის მის მიმართ შემწყნარებელი არ უნდა იყოთ. სრულიად შემთხვევით თუ მე ამ კაცზე გადამეხვა, სხვაებიც არიან. აი ჩვენთვის ეს რა? ძალიან სერიოზულია და გააჩნია რა მიზნებზე არის გამოგზავნილი ეს თანხები, ეს უნდა კონტროლდებოდეს, რა თქმა უნდა. რას ქვია კანონის გაუქმება და რა კანონი უნდა შემოიღოს საინტერესო. როგორი იქნება ეგ კანონი? რაღაც კანონები გააუქმეთო, ეუთო რომ გვეუბნება, ეუთოს ეს დასკვნა. თქვი უფალმა როგორც შექმნა, დავრჩეთ მას ქალად შემქმნა უფალმა, დავრჩები ქალად. მითუ განსაიმეთ რომ როგორ არ თქვა. ამ ქალის სინქრონში არ არის, ამ ქალის ამ მოსაზრებაში, ამ კალბატონის მოსაზრებაში არ არის პრობლემა. პრობლემა არის ამ მედიად წოდებულ საზიზღრობაში, ამ საზიზღრობიდან ამის ტირაჟირება. ხვალ კიდევ ერთხელ სპოილერიზაცია. ადამიანები ქმნიან საკუთარ თავს ყოველდღიურ რეჟიმში. ჩორკნიან, ზერწავენ. მათი პოზიციას, ხოდა შორის, აი ადამიანები, რომლებიც ირაკლი კობახიძე, ხვალ რომ გავარდეს და საოკუპაციო ხაზთან არ ყოფილა. მაგრამ აი რომ გავარდეს, წარმოიდგინეთ, რაღაცა გადაიხსნას ეს რაღაც ღილები თუ პერანგი, გადაიფხრიწოს, შევარდეს და შეუვარდეს ტანკს. ბიზინა ივანიშვილი, პაპუაშვილი, ამეშლობა რომელს დავასახელებ, ხო? ის გამოძერწავს საკუთარ თავს საქართველოს ისტორიაში დადებით. პირად კი რა, ლამის გმირად შეუვარდეს, ააფეთქოს რაღაც რვარუსი და იქვე მოკვდეს, ხო? ბევრი იტყვის რომ უაზრო მსხვერპლი იყო, მაგრამ მე პერსონალურად ვიტყვი რომ აკაცი ეს ყოფილა მეთქი. ყოველდღიურად ადამიანები ქმნით საკუთარ თავს. თითოეულ თქვენგანს, მეც მაქვს შანსი რომ ვიყო უკეთესი, ვიდრე ვიყავი გუშინ. მეცაც გეტყვით, თუ ვიყავი გუშინ ან ვარ გუშინ, კი არა, დღეს ძალიან ცუდი, ხვალ მაქვს შესაძლებლობა რომ ჩემი ახალი ქმედებით გამოვასწორო ჩემი ცუდობა გუშინდელი. რაც უფრო ცუდი ვარ, მით უფრო რთულია გამოსწორება. მათ შორის გადის ეს ეგრეთ წოდებულ სინანულზეც, მე ბოდიშის მოხდა კი არ მინდა რომელიმე თქვენგანისაგან ან რომელიმე ჩვენგანს კი არ უნდა ბოდიშის მოხდა და რაღაცა
რაღაც 499 მეტალის გაკეთება არა რასაკვირველი რა უფლება გვაქვს რა უფლება მაქვს მაგრამ თითოეულ თქვენგანს აქვს აი ერთგვარად სინანული შეიძლება თვალწუხი სიტყვა არ არის ხო თვითგააზრების შესაძლებლობაც არ არის სუსტი სიტყვა შესაძლებლობა მაგრამ თავმდაბლად და საკუთარი წარსულის გააზრების შესაძლებლობაც იმდენი შეცდომა მაქვს მე დაშვებული რომ მე ხო ალბათ ისეთი არა როგორცაც უშვებენ ქართული ოცნების პროპაგანდისტები ხსენებული რუსთავიორიდან მაგრამ მაქვს შეშვებული შეცდომები და მე მუდმივად ვცდილობდი არა ეკლესიაში სიარულით მაინც და მაინც მაგრამ მე გამეაზრებინა და საკუთარი თავი გამომეჩორკნა ახლა თუ კარგი ვარ ისიც ხო ხვალ რომ ცუდი საქციელი ჩავიდინო მე ჩემი ცუდი საქციელი ემახსოვრება ყველას და ჩემი კარგი საქციელი და ასეც უნდა იყოს ჩემი კარგი საქციელები წარსულში არ ემახსოვრება ამიტომ ამ გზით დავდივართ რუსთავიორის თანამშრომლებსაც იმედის თანამშრომლებსაც საზმაუს თანამშრომლებსაც აქვთ მუდმივად აქვთ ადამიანს ყოველთვის ეძლევა შესაძლებლობა კი არა თეორია არსებობს არ ვიცი რამდენად უნდა გაგიმხილოთ ამის და რამდენად უნდა გესაუბროთ ამის თაობაზე რომ ქრისტე ყოფილიყო ასე თეორია არსებობს ქრისტე რომ ყოფილიყო ქრისტე იუდამ შეასრულა ყველაზე უფრო დადებითი ღმერთი რო ყოფილიყო ღმერთკაცი ხო დადებითი როლი მის ქრისტეობაში მის ღმერთობაში განღმერთებაში მე არ ვეთანხმები ამ თეორიას მაგრამ ძალიან დიდი მწერალი ბორხესი არის ამ თეორიის ერთ-ერთი თანაავტორი არ არის თლად მისი მაგრამ თავი ერთ-ერთი თანაავტორია სხვასთანაც წამიკითხავს სხვასაც უთქვამს ამგვარი რამ იუდამ შეგნებულად გაყიდა 30 ვერცხლად ქრისტე და შეგნებულად დაისაჯა იუდას ქმედების შედეგად დაისაჯა ქრისტე ეს რომ არ გაეკეთებინა იუდას დანარჩენი 11 მოციქული ამის გამკეთებელი არ იყო არც პეტრე და არც სხვები და შესაბამისად დაისაჯა და ის განღმერთდა აღდგომა და მე ამაღლება ხო ასეა მე არ ვეთანხმები მაგრამ აი ადამიანებს ყველაფერი შეიძლება რომ მოუძებნო გამამართლებლად ამის თქვა მინდა მაგრამ მით უმეტეს როდესაც მართლა მიდიხარ სწორდაბიძე ამიტომ გაქვთ შანსი მეთქი ასე ვიტყვი ყოველთვის ჩემგან ბოძებული შანსი გაქვთ მაგრამ თუ ამგვარ შეცდომებს გენაცვალე გაიმეორებთ დღენიაдаг თუ აი ამ ბნელი აზრების ტირაჟირებას შეუწყობთ ხელს თქვენ ამ ადამიანებს კი არ აშავებთ აი ერთ ქალბატონს რომელიც ამას ამბობს თამამი ქალი როა თურმე და ბევრ კაცს რო ჯობნის საქმის ხო არაჩვეულებრივ ჯობნის დარწმუნებული ვარ აბა რაღაც გასაკვირველია ამდვილად ჯობნის არავის არ ეპარება ეჭვი ქალბატონო რაც გქვიათ